საპატრიარქო რეზიდენციას დღეს ახალგაზრდა სპორტსმენები ეწვივნენ. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. საპატრიარქოში იმყოფებოდნენ საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებისა და 20 წლამდელთა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტები ესპანეთში მიემგზავრებიან და ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები კი მსოფლიო თასისთვის ემზადება. ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სპორტსმენები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა. დღევანდელ შეხვედრას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ნოზაძე და მწვრთნელები ესწრებოდნენ. დღეს საპატრიარქო რეზიდენციაში სტუმრად იმყოფებოდნენ ძიუდოს ჭაბუკთა ეროვნული ნაკრები და ასევე რაგბის ახალგაზრდული ნაკრები. სტუმრებს სპორტსმენებს უმასპინძლა მისმა უწმინდესობა და უნეტარესობამ შიო მესამემ, დალოცა ისინი, სიტყვით მიმართა, გაამხნევა და უსურვა წარმატებები მოახლოებულ შეჯიბრში. ხაზი გაესვა იმას, რომ მნიშვნელოვანია რწმენა, მნიშვნელოვანია ლოცვა, ღმერთთან ურთიერთობა და სპორტსმენები დალოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტია. ვიცით, რომ ხვალ 20 წლამდე მსოფლიო თასი იწყება და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოვედით. ჩვენთვის დიდი პატივია უწმინდესთან ყოფნა, მისი ლოცვა კურთხევა და ის ფიზიკური მზაობა, რომელიც ბიჭებს აქვთ, ეს გზა, რომელიც გაიარეს მენტალური, ფიზიკური, კიდევ სულიერი სიმტკიცით უწმინდესის ლოცვა კურთხევით და ხვალ უკვე ოფიციალურად გაიხსნება მსოფლიო თასი და დარწმუნებულები ვართ მისი ლოცვა კურთხევით წარმატებას მივაღწევთ და ვიქნებით ღირსეულები. ჩვენთან ერთად იყვნენ ახალგაზრდა ძიუდოისტები, რომლებიც ევროპის თასზე მიდიან, მათაც უსურვებთ წარმატებას და ღმერთმა დალოცოს ეს ახალგაზრდები და წარმატება უსურვოთ მათ. საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები დღეს ვიმყოფებით საპატრიარქოში, სადაც შევხვდით ჩვენს უწმინდესს, დაგულოცა უწმინდესმა და მისი ლოცვა კურთხევით ამაღამ ჩვენი გუნდი, სრული შემადგენლობა, გოგონები და ბიჭები, რომლებიც ერთობლიობაში არის 20 ძიუდოისტი, მიემგზავრება ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ჩვენი პატრიარქის დალოცვა, დიდი რწმენა არის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რწმენა კიდევ უფრო გააძლიერებს მათ შედეგებს და გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო და დაგულოცა გვისურვა წარმატებები, რომელსაც თითეული ჩვენთაგანი ვეცდებით და აუცილებლად გავამართლებთ. დღეს შევხვდით პატრიარქს, დაგულოცა და ლოცვა კურთხევა მოგვცა. ბედნიერესი დღე იყო ჩემთვის. დღეს შევხვდით პატრიარქს, დაგულოცა, ლოცვა კურთხევა მოგვცა. ჩემი თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი ბედნიერება არის ეს და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან მიხარია პირველ რიგში, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა პატრიარქი, მოგვესმინა მისი რჩევადარიგებები. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваციაა და ძალიან დიდ ძალას მოგცემს შეჯიბრზე. მე პირადად ტრამვით ვარ და ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასმაგად უფრო ძლიერად და მოტივირებული ვიქნები. საკმაოდ ემოციური დღე გამოდგა, იმიტომ რომ პირადად მოგვეცა იმის საშუალება, რომ გვენახა უწმინდესი და უნეტარესი, მან მოგცა თავისი რჩევადარიგება და ის დარწმუნებული ვარ თითოეული გუნდის წევრისთვის საკმაოდ დიდი თვითრწმენა არის და мотиваცია ეს მისი რჩევადარიგებები გამოგვადგება შეჯიბრზეც. საკმაოდ კარგი და ემოციური დღე გამოდგა ჩვენთვის თითოეული ჩვენთაგანისთვის. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სპორტსმენებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.